ტრამპის თანაპარტიელის ქართული ხალხის დიდი მეგობრის თქმით მშვიდობიან დემონსტრანტებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება ასადის ტრადიციების გაგრძელებაა. განცხადება ამის შესახებ კონგრესმენმა ვილსონმა Independent Avenue Media's რედაქტორ ქართლოს შარა შენიძესთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მანვე მეგობარი აქტის პერსპექტივაზეც ისაუბრა. ქართლოსი ახლა ვაშინგტონიდან ჩაგვერთვება და უფრო მეც თავად გვეტყვის ქართლოს გისმენთ. Გიორგი, გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა და რაც კონგრესმენ ვილსონისგან შევიტყვეთ, არის ის, რომ ჰელსინკის კომისიის შემდეგ და ჩვენ ნახეთ კომისიის განცხადება 3 დეკემბერს მიმართვით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, ახლა უკვე კონგრესმენის თქმით კონგრესის ორივე პალატის, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებმა, როგორც დემოკრატებმა, ასევე სენატორებმა, ასევე რესპუბლიკელებმა მიმართეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წერილობითი მოთხოვნით, რომ მოკვლევა ჩაატაროს ამ საკითხთან დაკავშირებით. კონგრესმენი ვილსონი ამბობს, რომ ეს პროცესი ახლა არის უკვე მიმდინარე და ის გამოთქვამს თითქმის დარწმუნებით ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ყურადღებას და მისი ადმინისტრაციის ყურადღებას ეს საკითხი მიიპყრობს. ყოველ შემთხვევაში მას ამის იმედი აქვს და თქვენ მართალი ხართ, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ახლა უკვე თბილისში შექმნა პარალელი იმის, რასაც ბაშარ ალ-ასადი სირიაში აკეთებდა. შეგვიძლია მისი კომენტარი მოვისმინოთ. ამერიკელი ხალხი შოკირებულია იმით, რომ ასადის ტრადიციის გაგრძელებით სირიის დიქტატორის, რომელიც ქიმიური იარაღს იყენებდა, ახლა არსებობს პარალელი და ეს არის რეჟიმი თბილისში. მადლიერი ვარ, რომ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ორივე პარტიისა და კონგრესის ორივე პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ყველა შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებმა საკითხის მოკვლევის მოთხოვნით ადმინისტრაციას წერილები გაუგზავნეს, ასე რომ ეს მიმდინარე პროცესია. მტკიცედ მწამს, რომ ეს დონალდ ტრამპის ყურადღებას მიიპყრობს. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ომის მდივან პიტ ჰექსეთის ხელმძღვანელობით მის ადმინისტრაციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქართული ხალხის მხარდასაჭერად. ბუნებრივია მეგობარი აქტიც იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა და ჩვენ უახლოვდებით წლის დასასრულს, რაც ნიშნავს, რომ კონგრესი, ასე ვთქვათ, საშობაო შესვენებაზე გავა და ჩვენ ვკითხეთ მოლოდინების შესახებ. არსებობდა მოლოდინი, სურვილი იმის შესახებ, რომ მეგობარი აქტი შესაძლოა გამხდარიყო ნაწილი თავდაცვის ავტორიზაციის აქტის, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა ეს არ მოხდა, მაგრამ მეგობარი აქტი რჩება სენატის საკანონმდებლო კალენდარში და შეიძლება ითქვას, რომ მას 119 მოწვევის ამ კონგრესში სიცოცხლეს კიდევ 1 წელი აქვს დარჩენილი ამ კანონპროექტს, თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, რომ კანონპროექტმა საკმაოდ, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო პროცედურების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ის თითქმის უდიდესი უმრავლესობით ორპარტიული მხარდამჭერით მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. ახლა კი კონგრესმენი ვილსონი ამბობს, რომ იმისთვის, რომ ეს გავიდეს სენატის კენჭისყრაზე, საჭირო არის დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომელიც მისი თქმით არის საკმაოდ რთული, მაგრამ ამ მეგობარი აქტთან დაკავშირებითაც ის არის საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ეს კანონპროექტი გახდება კანონი. წლის მიწურულს არსებობს სენატის პროცედურული წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ და სამწუხაროდ ისინი ძალიან ტექნიკური ხასიათისაა. ფიქრობ, როცა შევძლებთ საქმე კენჭისყრაზე მივიდეს, მხარდაჭერა 90%-ს მიაღწევს. თუმცა სენატის კენჭისყრაზე წარსადგინად ტექნიკური დეტალები არსებობს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ საკითხზე ვმუშაობ სენატის ისეთ წევრებთან, როგორიც დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინია. მე როგორც რესპუბლიკელს საქართველოს მხარდასაჭერად მუშაობა მიწევს, როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე დემოკრატებთან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ასევე გვაქვს მინესოტადან რესპუბლიკელი სენატორის როჯერ უიკერის ლიდერობა. ის ქართული ხალხის ძლიერი მხარდამჭერია. ეს პროცესი ორპარტიულია, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ ქართულ ხალხს და გულწრფელად ვცდილობთ ყველანაირად შევუწყოთ ხელი საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. თქვენ ნახეთ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრა, რომელმაც უმრავლესობით დაუჭირა მხარი პარტია ქართული ოცნების არაღიარებას. ასე რომ ჯერა ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ სენატში უბრალოდ შეფერხებაა. თუმცა
თუმცა ეს უჩვეულო არ არის. შეერთებული შტატების სენატში კანონის მიღება ნამდვილად გამოწვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების 90%-მა მხარი დაუჭირა ქართულ ხალხს და ეს რიცხვი სამუდამოდ უნდა დარჩეს იმის მაჩვენებლად, თუ როგორი სიყვარული აქვს ამერიკელ ხალხს, ქართველი ხალხის მიმართ. For the people of Georgia. ინტერვიუს დასასრულს ჩვენ მას ვთხოვეთ კომენტარი უკაცრავად გაეკეთებინა ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადებების შესახებ, სადაც ის ჯო ვილსონს უწოდებს Deep State-ის წარმომადგენელს. უნდა ვთქვა, რომ ვილსონს უკაცრავად ამ კომენტარებთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ ისეთი იუმორნარევი პასუხი. ის ამბობს, რომ შეჩვეულია დიქტატორებისგან მსგავსი სტატუსების მინიჭებას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ კომპლიმენტია და ამბობს, რომ საკმაოდ სასაცილოა, როდესაც მას წარმოაჩენენ Deep State-ის ნაწილად, როცა მისი თქმით ის დონალდ ტრამპთან ერთად თავად ებრძვის Deep State-ს. მადლობა უთხრათ ქართულ შარაშეინძეს, რომელიც გვამარაგებს თავის კომპანიასთან ერთად საინტერესო ინტერვიუებით.